დროს ადამიანებს მეორედ მოსვლის ეშინიათ. ეს შიში ჯერ ერთი უცოდინრობის გამოა, იმიტომ რომ რატო უნდა გეშინოდეს ქრისტეს დაბრუნების და მეორე ქვეცნობიერად მართლები არიან, იმიტომ რომ ადამიანებს არ უნდათ ქრისტესთან შეხვედრა. ამას ერთი ათეისტი საუბრობდა, საინტერესო იყო, როცა კუთხეში მიამწყდიეს ჭყალებში. საბოლოოდ აღიარა და თქვა, მე არ მაწყობს რომ ღმერთი არსებობს. აი არ მაწყობს, იმიტომ რომ რატო ეკითხებიან, არ გინდა მარადიული სიცოცხლე. ღმერთი რო იყოს, ისე ვეღარ ვიცხოვრებ, როგორც ცხოვრობ. ხე ეკითხებიან, ტელევიზიაში ხდება. რას აკეთებ ეს? აი რას აკეთებ ეს? აი მაგალითად მე მიყვარს პიაჟე დავჭერ და საგარი მივიღო. ხო და აი ამას რაღაცნაირად ეს შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, ვიღაცა მღვდელს შეიძლება რას ვერ ჭირდება, ვიღაც სადღაც ის, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ. გესმით, სადამდე დაყავს ადამიანს თავისი ღირსება. ასეთ რაღაცას რო უყურებ, ახალგაზრდა ადამიანი ყვება ამას. რა გჭება, გარდა იმისა, რომ იტირო, იმიტომ რომ ვაი შესაწყალო რა გჭირს? რაზე დაყავს საკუთარი ღირსება ადამიანური? გესმით, მაგრამ ეს ზოგს აქვს ეს თავხედობა ქვია თუ სიმამაცე ქვია, სიმამაცე სათნოება ვერ უწყვი თავხედობა ქვია. თუმცა ამას ესე დეკლარირებას აკეთებს თავისი პირუტყული ბუნებისა, მაგრამ უმრავლესობა ამას ესე არ აკეთებს, ამის თავხედობა არ ყოფნის ადამიანს, მაგრამ ქვეცნობიერად ხო ეს მუშაობს. რამდენჯერ უგძვნი ადამიანს, რომ მას არ აწყობს ღმერთი რო იყოს. იმიტომ რომ აი ვერ ცხოვრობს ისე მას როგორც უნდა.